რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, ამას 2024 წლებში სათანადო პასუხი გაცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს ნიკა გვარამიას პოსტის პასუხად თქვა. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს პასუხია ნაციონალური მოძრაობის შესახებ კითხვაზე. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდეა მისაყვანე ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის საწყობი. აქ კი ალეკო ელისაშვილზე კითხეს. თუმცა ყველა შემთხვევაში კობახიძე ერთ სათქმელამდე მივიდა. ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში უნდა წავიდნენ, მათი პარტიები კი უნდა გაუქმდეს. იმის აღიარებამდე, რომ ოპოზიციას ციხით უპირებს განეიტრალებას, კობახიძე ნიკა გვარამიას ამ პოსტმა მიიყვანა. არადა კოალიციას სრულებისთვის ლიდერი აქ მხოლოდ ოპოზიციის ისედაც ცნობილ სტრატეგიას აღწერს, რომელსაც პარტიები უკვე ახორციელებენ კიდეც. საუბარი ქვეყნის შიგნით პროტესტის ორგანიზებაზეა და ასევე ქვეყნის გარედან რეჟიმისთვის სანქციების დაწესებაზე. კობახიძე კი არ მალავს, რომ ოპონენტებს მრავალი წლით გამოკეტვა სწორედ ამის გამო უპირებს, ანუ პოლიტიკურ საქმიანობას კრიმინალად შეუფასებს. დიახ, თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული, ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის პარტუგალებით დანაშაულებრივი მიდგომა. ნახოთ რა კვალიფიკაციას მიცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ხალატი. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრებო 150 კაცი იმისათვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა. კობახიძის ეს განცხადება პრაქტიკულად განაჩენია ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე, რომელიც უპრეცედენტოა, რადგან ბრალდებული სკამზე ერთდროულად 8 ოპოზიციონერი ლიდერი ზის. მათ ნაწილს სწორედ აქციებში მონაწილეობის საბაბით უპირებენ დაკავებას. 3 ლიდერს ბაშაძეს, ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძეს კი 15 წლიანი პატიმრობა იმის გამო ემუქრებათ, რომ პარტნიორებს ხვდებოდნენ და მათ ოლიგარქის რეჟიმის სანქცირებისკენ მოუწოდებდნენ. კი, ვიცით, რომ დაჭერები იქნება, ჩვენი დაჭერები მათ შორის. მაგრამ თქვენც იცით, რომ სანქციები იქნება. ჩვენ გავუძლებთ, თქვენ ვერ. ბრალდებული პოლიტიკოსებისთვის კობახიძის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. რეჟიმა რომ საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა, ცხადი მანამდე იმითაც გახდა, რომ ოცნების სასამართლოში საბოტაჟის საქმის განხილვა დაჩქარდა. სხდომები კვირაში ორჯერ იმართება და ამ ტემპით სავარაუდოდ უკვე აგვისტოში განაჩენი გამოცხადდება კიდეც. გვარამია ამბობს, რომ მიზეზი რეჟიმის აგონიაა და თუ არა, ნებისმიერი სხვა გათვლა უშედეგო აღმოჩნდება. ისეთ სპირალში შეიყვანა საკუთარი თავი, რომ უბრალოდ ვეღარ იქცევა სხვანაირად. ესე იცის ხოლმე ისტერიაში გადავარდილმა რეჟიმებმა. ვაჭრობის გარდა მე არ მინახავს ქართულ ოცნებას რამე გაეკეთებიოს. ამაში რაციონალობა არ არის. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას შეგახსენებთ, ევროპა ლაპარაკობს მისი პირით, ეს ბაზარი არ არის რომ ივაჭრო. არა, ვაჭრობა არ იქნება ჩვენი თავისუფლებით. აქციები არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ბრძოლის გზა. ისევე როგორც იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიულ კურსზე, ან ადამიანების წამებაზე, მასობრივ ძალადობაზე, ადამიანის უფლების შედახვაზე, არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილი ასევე მიღებული დემოკრატიულ ქვეყნებში. ისაც კობახიძე ლაპარაკობს, მაგასაც ახორციელებენ. თუ ოცნების გეგმა განხორციელდება, ივანიშვილის პრაქტიკულად ყველა ოპონენტი პოლიტიკურ ცხოვრებას მრავალი წლით ჩამოშორდება. პარტიებში ამბობენ, რომ ეს რეჟიმის მიერ სისუსტის და იმის აღიარებაცაა, რომ წინააღმდეგობის სტრატეგია მუშაობს. შიში კი იმდენად ძლიერია, რომ ივანიშვილი გარეთ დატოვებას არც არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერებს უპირებს ველოს სახით. მათ არ უყვართ ჩვენი სამშობლო, მათ უყვართ ფული, მათ უყვართ ხელისუფლება და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფრის მკადრებლები არიან. ასე რომ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიცით წლების განმავლობაში იქცეოდა აბსოლუტურად ღიად და უტიფრად ლუკაშენკო, იქცევა კადიროვი და ზუსტად ისევე იქცევიან ესენიც. არაფერი განსხვავებული არ არის. საგებია რაც არის კობახიძის мотиваცია, რომ გააქროს განსხვავებული აზრი, ოპოზიცია დევნოს, ადამიანები დაიჭიროს ტროტუარზე დგომისთვის, ლიდერები ციხეში ჩასვას, რაღაც სასაცილო მტკიცებულებები, თითქოს გიორგიმ სადღაც გაიღიმა და ის ნიშნავდა, რომ ძალადობის მომხრე იყო. არავინ არ აპირებს, რომ ბრძოლას შეწყვიტოს. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს მართლა საბოტაჟი, ოღონდ ამას ჩადის ირაკლი კობახიძე და მისი ადმინისტრაცია. რაც შეეხება განცხადებას, მე არ ვარ დაინტერესებული სხვა ოპოზიციური ლიდერების განცხადებების კომენტირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფეო, დამოუკიდებელი დღის წესრიგი. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ.
პოლიტიკური ლიდერების ციხეში გამოკეტვის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში მათი პარტიებიც გაუქმდება. კობახიძემ დღეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანაც დაანონსა. დავალება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს, რომელსაც ოცნებამ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელით მიმართა. ბოლოს ჩამონათვალს ფედერალისტებიც დაუმატეს. არგუმენტად კი აქაც ოპოზიციის სტრატეგიაა წარმოდგენილი. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. მივკვირს რომ იმ ფორმულას, რასაც დიდი ხანია ჩვენ ფედერალისტები ვსაუბრობთ, კონკრეტულად აქციას, სანქციას და ალტერნატივას, ანუ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას, ქვეყნის გარედან რეჟიმზე წნეხს და რაც მთავარია დემოკრატიული ალტერნატივის შექმნას, ნამდვილად აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის ძირის გამომთხრელი გავლენა და კიდევ ერთხელ, მაშინ როდესაც სამშობლო ბიძინა ივანიშვილია, კობახიძისთვის სამშობლოს ღალატად ნამდვილად შეიძლება დაფორმულირდეს ის რაც ბიძინა ივანიშვილს ძირს გამოუთხრის. ირაკლი კობახიძემ მუქარის გზავნილი ეუთოს უპრეცედენტოდ კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ გაავრცელა, რომლითაც ოცნებას სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და უარისკენ პარტიების აკრძალვაზე. თუმცა ვიდრე ოპოზიცია ოპოზიციური საქმიანობითაა დაკავებული, რეჟიმი რეპრესიულ გეგმებს ძალაში ტოვებს.